დაახლოებით უფრო ცხელა, ხო? აი, მე არ მინდა რომ დამთავრდეს ეს მუსიკა აი, არც საქარნო დამთავრდეს. შუადღემ შვიდობისა. შუადღემ შვიდობის მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. რა კარგია თქვენთან ერთად ყოფნა და რა ბედნიერი ვარ რომ დაგიბრუნდით. მომენტ როგორ დღეს დაემთხვა ეს ყველაფერი. დღესასწაულია ჩვენთან ნამდვილად. ნამდვილად და როგორი არაჩვეულებრივად მოწყობილი არის ჩვენი სტუდია. მე მგონი დაუბრუნდა ჩვენს. კუბაზე ვართ პრინციპში, შეგვიძლია ამას მიხვდებოდა უკვე ჩვენი მაყურებელი და მადლობა იმისთვის, რომ დღეს ესეთი არაჩვეულებრივი განწყობა პრინციპში. კითხვას როგორ უნდა დავემშვიდობოთ ღირსეულად ზაფხულს გადაცემის დასაწყისიდანვე გაეცა პასუხი არა? ჩვენთან ერთად არის ჯაბა სიხარულიძე. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ და თან ესეთ გარემოში რო ვარ. იმიტომ რომ ამ მუსიკის გარეშე პრინციპში ეს განწყობა ვერ შეიქმნებოდა. გითხრები მაკო. ელ-ცენტროს ხელმძღვანელია ჯაბა და ჩვენი მაყურებლები ალბათ ვინც დადის ხოლმე ხშირად უკვე იცნობს, იმიტომ რომ მუდმივად თვითონ აკონტროლებს რა და როგორ ხდება, ხო? რა თქმა უნდა. მიწევს. ეგრეა. მე მგონი დრო დავიწყოთ გვიანბოთ საიდან გაგიჩნდათ იმის სურვილი და რატომ მაინც კუბური მუსიკა? პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ აქ მოწვევისთვის. შემოვედი თუ არა, ჰავანის სანაპიროზე მეგონა თავი ისე მოგიწევდა თავრობა და ჩვენც აზეთი შეგრძნება გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა ეს და საიდან გაჩნდა ეს იდეა და მეგობრები შევიკრიბეთ და თქვით რომ რა გავაკეთოთ ახალი ისეთი რაც არ არის თბილისში, რომ მსმენელს მივაწოდოთ. და გაგვიჩნდა ესეთი აზრი, ლათინური თემა, მე ვიმჯერეთ და ჩამოყალიბდით კუბურზე. და თქვით და გავაკეთეთ ასე. ნუ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პირველად ელ-ცენტროში გაჟღერდა კუბური მუსიკა, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჯაბა ამას აკეთებს ხშირად და საერთოდ ეს ლათინური მუსიკა არის. არა მარტო მე და ჩემი მეგობრები ერთად. ხო, რა თქმა უნდა, ამას შენიყვები და არის დღესასწაულის მუსიკა, არის ცეცხლოვანი სიტყვა ყოველთვის ახლავს ამ მუსიკას. მე ჩვენ პატარა მასაც გავივლით, მე მინდა ერთი წამით პატარა მასტერკლასი გავაკეთოთ, რას ნიშნავს ლათინური მუსიკა. ჩვენ თარჯიმანი დაგვეხმარება. ეს ძალიან გვაინტერესებდა. ზოგადად შეკითხვაც გქონდა პრინციპში. ერთი წამით ეხლა უბრალოდ ერთ პატარა 40 წამიან. თხოვეთ რომ ვაჩვენოთ პრინციპი ლათინური მუსიკის დაიწყოს პიანო, მერე შევიდეს ბასი, მერე შევიდეს პერკაშენი, მე დასარტყამი ინსტრუმენტები, მერე და რითმი არის გადაადგილებული, არის სინკოპაზე, ერთზე არ ითვლება. Chicos, a ver si podemos hacer que sea unos 40 segundos. Empiezas tú, Javier, para enseñar a la gente cómo se suena la música, el sonido latino. Empiezas tú, Javier, después el bajo y así vais entrando. Sí. ¿Vale? Vamos. Es el piano. ესე იგი შევინახავთ ახლა მუსიკას, შემდეგ კიდე წინ გველის მუსიკალური სხვადასხვა ულამაზესი კომპოზიციები და ჯაბამ კიდე მინდა რომ უფრო გაგვაცნოს რას აპირებს, როგორ იქნება ეს მთელი წლის მანძილზე იქნება თბილისში ეს. მნიშვნელოვანია რომ ქართველები არასრულებენ ამ მუსიკას და სპეციალურად იმისთვის რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად ისეთი როგორიც უნდა იყოს, ჩამოყავთ სპეციალურად კუბიდან მომღერლები და მუსიკოსები. როგორ ხდება მათი შერჩევა, ეს არის საინტერესო. წელწადში ერთხელ მიწევს ფიდელ კასტროს ძმისშვილი. ძმისშვილი ერთ-ერთი კი. გაგაცნობთ მე, კი. ძალიან კარგი. ანუ რაულ კასტროს შვილიშვილი ერთ-ერთი. ველოდები მის გაცნობას მოვიდა. კი ბატონო. ცოტა მოგვიანებით. თვითონ ძალიან მორიდებულია და მთხოვა რომ არ გამომხიბო, მაგრამ მე არ უნდა მეთქვა, მაგრამ თქვი. არა უშავს. მოკლედ წელწადში ერთხელ მიწევს ჩასვლა მე და ჩემ მეგობარს პარტნიორს ილო კაპანაძეს, ეს უნჯიერესი ადამიანია, მუსიკალური განათლება აქვს და ერთად ჩავდივართ ხოლმე
დავდივართ კლუბიდან კლუბში, მუსიკალური სახლიდან მუსიკალურ სახლში, კულტურის სახლიდან კულტურის სახლში და აი ესე უბრალოდ რო თქვა, ქუჩა-ქუჩა დავხეტიალობ და ვეძებთ მუსიკოსებს რა და. ეს მესამე შემთხვევა არის, ხო? კი, ეს უკვე მესამე წელია, ჩვენ მოყავს ერთი წლით ხოლმე, ჩვენ რო ჩავდივარ და ვარჩევთ იქ მუსიკოსებს, მე ჩვენ თვითონ გქონით იქ ბენდს. ხო, ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ დამოუკიდებლად შეიძლება ვიღაც კარგი მუსიკოსი იყოს, მაგრამ ბენდში დაიკარგოს, ხო? ან პირიქით ვიღაცა დაჯაბნოს და პრინციპში ეს იმდენად, აი როგორც ჩვენთან ხალხური და ყველა ქართველი მღერის, ზუსტად ამ მუსიკას კუბელები ასევე ფლობენ. არ არის აუცილებელი იყოს პროფესიონალური განათლება მიღებული ადამიანი, შეიძლება მოყვარული იყოს, მაგრამ არანაკლებად ნიჭიერი. ეს გენეტიკა უწყობდა სისხლში აქვთ ეს და თუ როგორც ჩვენ ყველა შეგვიძლია მთიულურის კარგად ცეკვა, ესე არიან ესენიც. ყივის ამათი სისხლი, ასე ვთქვათ და როგორ მოეწევს საქართველოს? ძალიან მოწონთ. თვითონაც ვკითხოთ მე ალბათ გვეტყვიან ძალიან. ყველაზე საინტერესო არის ალბათ მე რომ მოვხვდე ელცენტროში რომ არ ველოდები და უცებ რომ გამოდიან და კუბურ მუსიკას ასე ცეცხლოვან მუსიკას რო ასრულებენ რაღაცა ემოციები დამებადება მეც და აი როგორი არის თვითონ თქვენი კლიენტების თქვენი ერთგული სტუმრების რეაქცია როდესაც ისინი გამოდიან ესენი ისეთ რიტმში უკრავენ და ისე მღერიან და თვითონ ისე ცეკვავენ რომ ჩვენი სტუმარი სკამზე ვეღარ ზის ვერა და ყველა ცეკვავს გვიჭირდა საკმაოდ ჟდომას გამზე. ყველა ცეკვა. ეს არის ჩვენი მიზანი რომ მოეწონოთ ჩვენ მსმენელებს, იცეკონ, გაერთონ და განიტვირთონ და ორშაბათს წავიდნენ დამშვენებულები და დაწყნარებულების სამსახურებში. მუსიკის გარდა ორი არაჩვეულებრივი გოგო შემოგიერთდათ წელს ესე ვთქვათ მოცეკვავეები და მათ რო უყურებ რამდენად გამოგივა ეს ეცეკვა არ ვიცი, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ მოგინდება აუცილებლად რომ ფეხზე ადგე და აყვე, ხო? მოცეკვავეებზეც უნდა გვითხრათ და თან როგორც ვიცით, ასწავლიან ხო სპეციალურ მასტერკლასებსაც უტარებენ. კი, ჩვენ დავიწყეთ ერთობლივი პროექტი Salsa Calientes არის ესეთი ფედერაცია სოციალური ცეკვების იმათთან ერთად ვეხმარებით და მასტერკლასებს ატარებენ ჩვენი გოგოები იქ, ორივე. რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასწავლიან აი ულამაზეს ცეკვას, რაც არის. ხო და რო ვთხოვო შეიძლება ერთ-ერთ მოცეკვავეს, რომ თქვა ის ძირითადი მოძრაობები. მეც მაინტერესებს როგორი მოძრაობები. კი ბატონო. კი ბატონო. ვთხოვოთ რა ანჯელინას. მე აქ ვიდგები თუ გვერდზე. ჯობია მიკროფონი გავწიოთ იქეთ. რაც მინდა მნიშვნელოვანი არსებობს ლათინურ ცეკვაში არ ცეკვავენ ძლიერ დროზე ცეკვავენ სინკოპაზე მეორეზე ერთი hay algún estándar en los bailes latinoamericanos por donde hay que empezar entonces quieres que le enseñes el estilo cómo se empieza para saber ya para verte y saber cómo se empieza el baile en latinoamericanos. En los bailes latinoamericanos hay diferentes estilos, lo cual que cada estilo tiene su comienzo, por ejemplo. Ყველა ლათინო ამერიკულ ცეკვას ყველას აქვს სხვადასხვა მიმდინარეობა და ამ მიმდინარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა ცეკვა იწყება სხვადასხვა ნაირად. Ну, ერთ-ერთი რითიც შეგიძლია que sea un elemento de un baile. Por ejemplo, la rumba. La rumba, sí, la rumba. Viene de los lugares marginales de Cuba, o sea, donde se baila en conjunto con la gente del barrio, la gente... Rumbas ძირითადად ცეკვავენ ის ადამიანები უბანში რომ გამოდიან საღამოობით და იმ ცეკვას გაჩვენებთ ახლა მე. აი მასტერკლასი ჩამიტა. Posible una rumba rápido. Muchas gracias. აბსოლუტურად კუბელს გავხარ. მართლა? აბსოლუტურად. ვაუ, მე მგონი უნდა ხტები რომ არ გინდათ აქ დაბრუნება, მაგრამ უნდა დავხსნათ სიგარა უნდა ვახსენოთ აუცილებლად, ხო? იმიტომ რომ წარმოდგენა კუბის ზოგადად სიგარის გარეშე წარმოუდგენელია. ასევე წარმოადგინოთ ჩვენი სტუმარი, ჩვენი ბარმენი ლევანი, უნიჩერესი ბარმენი და
ლევან, ხო გაგვიმზადებ დღეს რამდენიმე კოქტეილს რო დავაგემოვნოთ და შევაფასოთ. სამი ესეთი იმპროვიზაცია, რა თქმა უნდა, კუბურ თემაში. მიკროფონი არა. მოკლედ ჯობია გავაკეთო გასინჯოთ, ვიდრე ეს ის შემთხვევაა, როცა ნამდვილად გასინჯვა ჯობია. მაშინ ესე იგი კოქტეილის მომზადებასთან ერთად მე მგონი დროა რომ მუსიკით შევაზავოთ ეს ყველაფერი არა? კი, ოღონდ ისიც უნდა ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს, როგორც ვიცით, კვირის რომელ დღეებში შეიძლება რომ შეხვდნენ კუბელებს, აუცილებლად უნდა ვუთხრათ და ამ მასტერკლასების გავლის და დასრულების შემდეგ საინტერესოა რამე დასკვნითი საღამოც თუ იქნება ესე ვთქვათ. კი, ჯერ სიგარაზე შემეკითხეთ და გიპასუხებთ. ჩვენ გვყავს წამოყვანილი ძალიან კარგი ადამიანი, რაც თავარია და პროფესიონალი თავის საქმის. პინარდერიო არის ესეთი მხარე, სადაც მოდის ყველაზე კარგი ფოთოლი სიგარის. ჰავანიდან არის დაახლოებით 2 საათი მანქანით სასიარულო. იქ არის დიდი ქარხანა სიგარის, სადაც უშვებენ კოხიბას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქიდან ყავს წამოყვანილი ბიჭი, რომელიც ძის სტუმრების თვალწინ და ახვევს კუბურ სიგარას, ამზადებს თავის ხელით. ფანტასტიკური მუსიკის ფონზე და ეს ძალიან საინტერესო საყურებელია. და ისი მაგალითად ახლა შევიკიდე მოვისმენთ ფანტასტიკურ ლათინოამერიკულ მუსიკას. Por favor. Danza Naniga. Please. No sé soñar. Las puertas se me cierran. Si tú no estás. Despertar sin sol.
იმედია ძალიან ჩვენი მაგარია. კოქტეილით ზუსტად მოვიდა. გავსინჯო პირველმა. რა თქმა უნდა. მე იმედი მაქვს ჩვენი მაყურებელიც ვერ გაჩერდა ერთ ადგილას ტელევიზორთან და აყვა ყველა ამ არაჩვეულებრივ რიტმებს. იგივე გაგრძელდება სულ პატარა შესვენების შემდეგ, რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით. მე ფრთხილად ვიქნები და თან ამ დროს დავაგებო. დაბრუნდებით ეთერში. აბა, ნაკო. ელენე, სასწაულია. მოდი. არ მინდა რომ მოგწე, მაგრამ მე მეშინია ცოტათი, მაგრამ დაიყოს რაც